დღეზე თითოეული ქართველისთვის უაღრესად მნიშვნელოვან დღეზე, ორშაბათს 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წელს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა. დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ღონისძიებით აღნიშნავთ, რა გველოდება წელს ახლა ამას ჩვენი სტუმრებისგან შევიტყობთ. შუადღის სტუდიაში არიან ვიცე-პოლკოვნიკი ვახტანგ ბაციკაძე, გენერალური შტაბის J3-ის ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი ოფიცერი და ლანა მორგოშია იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი. სწორედ ისინი უპასუხებენ ჩვენს კითხვებს. მოგესალმებით. მადლობა. შუადღე მშვიდობის. ჩვენთან მოგესალმებით ჩვენს ხალხს. სასიამოვნოა და მე მგონი მე შეგნებულად ხაზი გავუსვი იმას პრინციპში ამას ხაზგასმა არ ჭირდება რომ თითოეული ქართველისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და დავიწყოთ თქვენთვის რა არის ეს დღე 26 მაისი. ეს დღე ჩვენი დღე არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ისტორიული დღე საქართველოს ისტორიაში. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობისთვის, რომ აქედან წინასწარ მივოლოცო და ყველა მოვიწვიო იმ ლოკაციაზე, სადაც იუსტიციის სამინისტრო წელს უმასპინძლებს ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს და ეს არის ქალაქი გორი, სადაც ცენტრალურ მოედანზე ჩვენს სტუმარს დილიდან ელოდება სხვადასხვა შემეცნებითი გასართობი კულტურული, სპორტული, საბავშვო ღონისძიებები და გელით ყველას უფრო დეტალურადაც და პირველ რიგში აქვე მადლობა იმისთვის, რომ ეს ძვირფასი დრო გამონახეთ, იმიტომ რომ ვიცით, რომ ძალიან დიდია სამზადისი ამ ეროვნული დღესასწაულისთვის, ბუნებრივია ჩვენთვის, მაყურებლისთვის, თითოეული მოქალაქისთვის. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე არის განსაკუთრებული, მაგრამ მაინც გამოვყოფდი, რომ ეს დღე განსაკუთრებულია სამხედროებისთვის და მე პირველ რიგში მინდა რომ თქვენ გითხრათ, რა მნიშვნელობის არის ეს დღე თქვენთვის, თქვენი პროფესიის ადამიანისთვის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით გადაცემაში მოწვევისთვის. თავარი გზავნილი 26 მაისსა გახლავთ ის, რომ ეს დღე არის ჩვენი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს თითოეული ჩვენთაგანისაა და თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ალბათ განსაკუთრებული დატვირთვა აქვს თითოეული სამხედრო მოსამსახურის. იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული სამხედრო მოსამსახურე ათვისცნობიერებს იმ როლს, იმ ფასს, რაც სამხედრომ გადაიხადა, თავდაცვალებმა გადაიხადა იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა ეს მართლაც უდიდესი დღე, რასაც დამოუკიდებლობის ექვია. და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს მიულოცო დამოუკიდებლობის დღე. ვახტანგ, ბოლო წლებში ძალიან კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. ვიცით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს სამხედროები ფიცდებენ საქართველოს ისტორიულ წერტილებში, ისტორიულ ადგილებში. საინტერესოა, წელსად დადებენ რეკრუტები ფიცს. წლევანდელი წელიც არ არის გამონაკლისი და საქართველოს მასშტაბით 6 ლოკაციაზე მოხდება ფიცის დადება. მთლიანობაში ფიცს დადებს 700-მდე ახალწეული. თბილისში თავისუფლების მოედანზე მოხდება აღნიშნული ცერემონიის ჩატარება, ასევე გურჯაანის კასპის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში და ასევე სენაკის მუნიციპალიტეტში. ძალზედ მნიშვნელოვანია ეს პროცესი, ძალზედ ამაღელვებელია დამეთანხმებით და ასევე მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ძლიერდება თავდაცვის ძალები. და იგივე როგორც ჩვენთვის არის ცნობილი 2025 წლიდან უკვე სამხედროები, უფრო სწორედ 2025 წლიდან წვევამდელთან ეროვნული სამხედრო სამსახურების გავლა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს თავდაცვის ძალებში, ხო? აი ამ წვევამდელთა ირგვლივ რას გვეტყვით საინტერესო. დიახ, ძალზედ მნიშვნელოვანი სიახლეა და ზუსტად ახალი კოდექსის მიხედვით სავალდებულო სამხედრო სამსახური მთლიანად შეიცვალა და გახდა ეროვნული სამხედრო სამსახური, რაც როგორც თქვენ აღნიშნეთ, გულისხმობს იმას, რომ წვევამდელები სამხედრო სამსახურს გაივლიან მხოლოდ თავდაცვის ძალების შემადგენლობაში და იმ შემთხვევაში თუ ისინი დარეგისტრირდებიან თავიანთი ნებასურვილით, საშუალება ექნებათ თვითონ აერჩიონ სამსახურის ვადა, იმსახურონ 6, 8 ან 12 თვის განმავლობაში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში. კი ბატონო, ლანა, მინდა კითხო თქვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რა გველის, რა ერის მაყურებას მოსახლეობას გორში, მაგრამ მაინც მინდა რომ უფრო გავშალოთ ეს თემა და უფრო მეტად გითხრათ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო
გეგმავს. დიახ, ჩვენ ტრადიციებზე ვსაუბრობდით და კიდევ ერთი კარგი ტრადიცია არის ის, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადი არის ამ დღეს სამინისტროები აღნიშნავთ და ხვდებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა ქალაქებში. წელსაც არ არის ეს გამონაკლისი. ყველგან ერთდროულად დაიწყება ეს ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით. ჩვენ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ გორში ვიქნებით წარმოდგენილები თავდაცვის სამინისტროს ტექნიკასთან და ამ აღჭურვილობასთან ერთად და გველოდება აი ამ კულტურულ, სპორტულ და საბავშვო გასართობ ღონისძიებებთან ერთად ძალიან საინტერესო ინსტალაციები და საგამოფენო სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იქნება არქივის მასალები 1918-21 წლის ისტორიული მასალები, სხვადასხვა ესკიზები, დროშის დამოუკიდებლობის აქტი, კონსტიტუციები იქნება წარმოდგენილი, ასევე რადგან გორში ვიმყოფებით, გვექნება გორის საზოგადო მოღვაწეების შესახებ წარმოდგენილი გამოფენები და თვითონ იუსტიციის სამინისტროს ინსტალაციები, სადაც ასევე არაერთი ჩვენი მიმართულება იქნება წარმოდგენილი. და ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში ყველას გვაქვს ერთი სამახსოვრო ფოტო მაინც, ფოტო არქივში, სამხედრო ტექნიკასთან თუ ჩვენს ძვირფას სამხედროებთან ერთად გადაღებული და ესეც ხშირად ძალიან აინტერესებთ ხოლმე, რა ტიპის ტექნიკა იქნება წარმოდგენილი რომელ ქალაქებში და რას უნდა ველოდოთ უკვე ამ მიმართულებით. საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მოეწყობა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება თავდაცვის ძალებში არსებული სამხედრო ტექნიკა, სხვადასხვა მოდიფიკაციის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ასევე საარტილერიო საშუალებები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები, როგორც საქართველოში წარმოებული, ასევე სხვადასხვა მოდიფიკაციის და რა თქმა უნდა, იქნება იმის საშუალება, რომ ბავშვებმა განსაკუთრებით მოახდინონ ფოტოს გადაღება, ასევე ნებისმიერ მსურველს შეიძლება დასვას შეკითხვა წარმოდგენილი ტექნიკის მახასიათებლებთან დაკავშირებით და მიიღოს პროფესიონალური პასუხი სამხედრო მოსამსახურეებისგან. ასე ვთქვათ, კულმინაცია სამხედრო კომპონენტის ღონისძიებაში იქნება საფრენი აპარატების გადაფრენა თბილისის საზზე, რომლებიც გამოსახავენ საქართველოს დროშის ფერებს და ეს იქნება ერთგვარი კულმინაცია სამხედრო კომპონენტის. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მათ. უნდა დავასრულოთ, რას გულისხმობს სამახსოვრო პასპორტების მომზადება. ყოველწლიურად ამასაც ტრადიცია ჩავუყარეთ ამ ღონისძიებებზე ჩვენი სამოქალაქო რეესტრის კუთხეში შესაძლებლობა ექნება სტუმრებს გადაიღონ ფოტო და სამახსოვრო პასპორტს ბეჭდავთ ეგრეთ წოდებულ იმიტირებულ პასპორტს, რომელიც პირველ გვერდზე არის ჩვეულებრივი პასპორტის ფოტო, პასპორტის გვერდი და დანარჩენ გვერდებზე არის განთავსებული ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რასაც ატარებს იუსტიციის სამინისტრო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ სტუმრობისთვის აქ ფერუსთავიორის ერთგულმაყურებელს ვეთყვი რომ რა თქმა უნდა არხი აუცილებლად უწყვეტ რეჟიმში გააშუქებს ყველა იმ ღონისძიებას რომელსაც თავს მოუყრის ეროვნული დღესასწაული ჩვენ დღეს უნდა დაგემშვიდობოთ წინ შაბათ-კვირა დაისვენეთ